როგორ ხართ? დღეს უნდა შემოგიერთდეთ არაჩვეულებრივი თემით, გავხსნათ კიდობანი და შევიდეთ მატრიცაში. ერთი წუთით, მეგობრებო, მე მინდა დავპატიჟო დღეს მარი ხუციშვილი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევედით, ესე იგი, საოცარ სივრცეში და ეს საოცარი სივრცე არის დავითის ვარსკვლავი, კიდობანი და ყველაფერი ერთად. მოდი ახლა ჯერჯერობით დავპატიჟებ ქალბატონ მარის Facebook-ი არ მაპატიჟებინებს ხოლმე და იძულებული ვარ მე დავურეკო მეორე ტელეფონიდან და მეორე ტელეფონიდან ახლა ჩვენ ვურეკავთ ქალბატონ მარის. საოცარი ლაივი გვაქვს ჩვენ ვართ ლაივის ლაივში და ქალბატონი მარი შემოგვიერთდება ახლა. გამარჯობა მარი, როგორ ხარ? ჩვენ როგორც ყოველთვის საოცარი ლაივი გვაქვს ხოლმე. შენ განსაკუთრებულად დაგპატიჟებ ხოლმე ლაივში, იმიტომ რომ ჩემთან არ მაპატიჟებინებს Facebook-ში შენ თავს Facebook-ი, ამიტომ მე გირეკავ ახლა ჩემი მეორე ტელეფონიდან, რომელიც დამიბრუნეს 4 თვის მერე პოლიციამ, რომელიც პოლიციაში იყო აგერე ეს ტელეფონი და დღეს ჩვენ საოცარ თემაზე ვისაუბრეთ. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ რაღაცაზე, რომ შეიძლება ჭკუიდან გადავიდეს ზოგიერთი საქართველოს მოქალაქე. არა მგონია ძალიან მარტივია. უბრალოდ ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია ხოლმე იმდენად მარტივია და იმდენად ხვირწინ გვიდევს ხოლმე, რომ ვერ ვამჩნევთ გარკვეულ პერიოდამდე. გეთანხმები მარი. ნამდვილად გეთანხმები. ჩვენ დღეს ესე იგი გავარკვიეთ რა? ჩვენ დღეს გავარკვიეთ რომ დავითის ვარსკვლავს აქვს ერთ-ერთი საოცარი თვისება, რომ ის არის პირისპირ შეხვედრა თავის მეორე მესთან. ხომ ასია მარი? ხო სწორად აღვიქვი. ასია ნამდვილად. და დავითის ვარსკვლავის მოხაზულობა მე პირადად მომცა ქართული ანბანის წყობა. კი ბატონო, აი ეს ხობა ეს ამ საკითხზე დიდი ხნის წინ ვფიქრობდი, ასე სისტემურად არა, მაგრამ 16-18 წლის წინ რიცხვ 10-ზე მქონდა შეკითხვა სამყაროსთან გაგზავნილი და ხილვა მქონდა ამასთან დაკავშირებით და მე ამიხსნეს ყველაფერი, რომ ყველანაირი ინფორმაცია და ყველაფრის ცოდნა ჩვენსავე თავშია მოცემული. როგორც რომ აიღოთ ახლა კომპიუტერს ბიტები რომ აქვს და თითოეულ ბიტს თავისი ინფორმაცია აქვს, აი ასეა ჩვენი გონება მოწყობილი და ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ყველანაირი ინფორმაცია ჩვენ არ გვეხსნება. იმის და მიხედვით გვეხსნება, რომელ კარზეც მუდმივად ვაკაკუნებთ, ანუ გვაინტერესებს და არის თუ არა იმის დრო, რომ ეს კარები გაიხსნას. და აი ეს გამოთქმა რომ არის კარებზე ვინც აკაკუნებსო, იმასო გაეხსნებაო. ნამდვილია ეს, იმიტომ რომ კაიხანი არ მიხსნიდნენ იმ კარს და იმდენად შევაწუხე, რომ ერთ დღესაც მიპასუხეს. რა იყო ეს? ეს იყო ის, რომ ქართული ანბანი დასაწყისში არ იყო ხაზობრივი, იყო დალაგებული წრიულ ფორმაზე. და ჩვენი ანბანი ამას გვეუბნება, ოღონდ ხაზობრივი ანბანიც. 4 წრიული წრე გვაქვს მოცემული. თან ვაჩვენებთ მარი, ხო? მე ვეძახი საწყის წერტილს ცხრიანს. ეს ის წერტილია, რომელიც საერთოდ ყველაფერს აძლევს საწყის. აი ეთერიდან რაღაცა ისე ენერგია, აი საწყისი ბიძგი რომ ეძლევა ყველაფერს და მერე იღებს მატერიალურ ფორმას. მატერიალურში რომ გადადის ის ენერგია
აი ეს რაღაცა ჩემთვის არის დასაწყისი და მას მე ნულით არ აღნიშნავ. აღნიშნავ ცხრიანით. ის დასაწყისი მაქსიმალური ენერგია. ის მოგვეწემა ჩვენ და შემდეგ ზოგი ინარჩუნებს ამ ენერგიას თავისი განვითარებით, ზოგი სხვადასხვა რაღაცებში კარგავს და ასე შემდეგ. ეს ცოტა სხვა მიმართულებით წაგვიყვანს, ამიტომ ვუბრუნდები ისევ იმ ჩემს ხილვას. მოკლედ, წრიულად არის დალაგებულიო. ეს წრიული დალაგება იწყება იმ ჩემი 9-0-იანით, როგორც რომ არ დაგაბნიოთ და მიდის და კეტავს 9-იანს. წრეზე დაიწყებს ბრუნვას, გაივლის მარი ნიშანს და ჯდება ზუსტად 0-იანზე თუ 9-იანის თავზე და ჩაკეტავს ამ წრეს. ეს არის ჩვენი პირველი ციკლი. ქართული ასომთავრული ანბანის. აი მარი ახლა უყურე დავწერ მე 9-იანი და 0-იანი ერთიაო ერთი და იგივეა აგერ 9-იანი და 0-ს თავში დავაწერ როგორც ჩვენ გქონდა ისევე გავაკეთებ მე 1 2 3 4 4.5 ეს შემდეგი ეტაპია 5 6 7 8 და 9 და 0 აგერ არის. კი ბატონო, აი ახლა მე დავწერე ნახე, შენც განახებ როგორ დავწერე, ნახე. და აჩვენე მაყურებელს. აი აქ განახებ. აი ესე დავხაზე ახლა მე. ეს წრე და დანარჩენი ციკლები. კი. ხო. ხო, ეხლა ეგ ერთეულები თანაბარი უნდა იყოს, მაგრამ არა უშავს ეხლა ვისაც აინტერესებს თანაბარად მონიშნოს თანაბარი არის ყველა ერთეული, ხო? 1 2 3 თანაბარის რკალები იკვეთება. მოკლედ, აი მივიღეთ წრეზე განლაგებული ჩვენი ანბანის ასოები, რომლებსაც თავიანთი რიცხვითი მნიშვნელობა აქვს. ხო, ეხლა მარი ვაჩვენებ რიცხვით მნიშვნელობას ვაჩვენებ დამწყებებს თუ რა რიცხვით მნიშვნელობებზეა საუბარი. აი აქ ჩვენ მეგობრებო გვაქვს ლაზარის ანბანი, ქართული ანბანი, ასომთავრულით, ნუსხახუცურით და მხედრულით. აი ესენი მრგლოვანი ასომთავრულია, ნუსხახუცური აი აქ არის ჩაწერილი და მხედრული აქ არის, რომელსაც დღეს ხშირად ვწერთ ხოლმე, ხო? აი ესენი კი მეგობრებო არის იმ ამ მატრიცის დანიშნული რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობები. ეს არის რიგითი და ეს არის რიცხვითი. მოიცა? აი აქ უფრო კარგად ჩანს. რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობები. რიცხვითი არის, რომელიც ადის 40.000-მდე, რიგითი არის, რომელიც ადის 40-მდე. აი ნახეთ, 4.000 არის რიგითი, უბრალოდ რიცხვითი და რიგითი არის 40. ეგ მნიშვნელობები ჯერ ჩვენ საწყისში მხოლოდ 9 ციფრს განვიხილავთ. კი ბატონო, აი 9. 9 ასო გვაქვს. ანი, ბანი, განი, დონი თანამდე, ხო? ჩვენ 4-900-იანი სისტემა გვაქვს ასომთავრული, ხო? კი ბატონო, სისტემა, აი ეს ცოტა მაბნოს ხოლმე. აი ეს სისტემა მეგობრებო არის ერთში ზის ანი, იმი, რაი და ჩინი. პირველ რიგში ესენი ჯდებიან. კი ბატონო. აი ესენი ჯდებიან პირველ რიგში, მეორე რიგში ჯდებიან ესენი, მესამეში ესენი და ასე შემდეგ 9-მდე. და ური ფონილი არის უკვე 0-იანი. 0-ის. ხო. გავაგრძელოთ მარი. ეხლა რა ხდება? ჩვენ რომ შევხედავთ ამ ჩვენს წრეს, ხო? ეს ჩვენი წრე შეიძლება თანაბარ ნაწილებათაც დაიყოს. ეს თანაბარი ნაწილი აი ჩვენ და გასაოცრად არის 3 თანაბარი ნაწილი 3-3-იანისგან შემდგარი. სამება, თანაც 3. აი მაგალითად ავიღოთ. 1-დან 3-მდე შეერთე. 9-დან 0-დან 3-მდე შეერთე. წვერი. მოიცა. ხო, კი, აი აქ. ესე. 0 შეერთე 3-თან.
0 შევაერთოთ 3-თან, აი ესე. ეგ არის, ხო. მე 3 შეერთე 6-თან. კი ბატონო. ისევ 3 ერთეულით. და 6 შეერთე 9-თან. კი ბატონო. უკვე 9 დაჯდა მან. 0 კი აღარ არის, 9-ია, ხო? კი. და მივიღეთ ტესლას, გონი ტესლას რიცხვიც მივიღეთ. 369 თუ კი ბატონო, მივიღეთ. როგორ გინდა დაალაგე. 369 მაგრამ ჩვენ თუ ხო, 929. გვიდებით, ეს ერთი მიმართულებით მოძრაობისას არის. თუ ეს მზის მიმართულებით მოძრაობა. მზის მიმართულება არის ესე მეგობრებო, აი. ისრის მიმართულებით, ხო? ახლა ჩვენ საწინააღმდეგო მიმართულებითაც თუ წამოვალ, უბრალოდ 3 და 6 შეიცვლის ადგილებს. ისევე როგორც 1 და 8, 2 და 7, მაგრამ და 4 და 5, მაგრამ ამ ორი სulis დროს 4-სა და 5 შორის შუა წერტილი ყოველთვის არის 4.5. აი ეს მეგობრებო, ნახეთ. ეს. 9-ის მოპირდაპირე წერტილი, ზუსტად, ხო? კი. და რა გამოდის ჰემატრიულად 4.5 ცხრიანია. ანუ გვაქვს ჩვენ ერთი ხილული ცხრიანი. კი. და მეორე მისი დაპირისპირო. აი ეს არის კი ბატონო, 4-ს მივუმატოთ 5, 4-ს + 5 არის 9, ხო? აი ამასთან ვართ ეხლა მეგობრებო. ანუ 9 ერთეული, ანუ ცხრიანი. ოღონდ ჩვენი საწყისი ცხრიანი საპირისპიროა ეს. კი ბატონო, საპირისპიროა. და ამიტომ ჩვენ თუ იქიდან შემოვაბრუნებთ და წრეს ისევ გადავზომავთ და 9 ერთეულად დავყობთ. კაი, შემოვატრიალებ ეხლა. ზუსტად ისეთივე სამკუთხედს. კი ბატონო. როგორც გქონდა ჩვეულებრივ შემოუბრუნებლად რომ დავხაზეთ, ზუსტად ისეთივე სამკუთხედს. და წრეში ჩაჯდება 2 ზუსტად ერთნაირი სამკუთხედი. არ შემოვატრიალებ, მარი. აი აქედან უკვე ჩვენ გვინდა ეხლა ეს წერტილი ავიღოთ. აი ეს წერტილი ავიღოთ და სამკუთხედი შევქნათ, ხო? აი ნახე. შევქნათ სამკუთხედი. აქედან წამოვიღოთ 2-მდე, 2-დან 7-მდე და ისევ ავიდეთ. მარი გაითიშე? გვაწვალებს ჩვენ Facebook-ი გვაწვალებს. აქ ცუდად დავხაზე მეგობრებო რა. აი აქ უფრო კარგად მაქვს დახაზული, ხედავთ? აი ამებზია საუბარი. აქ ცოტა არასწორად დავხაზე. აი ესენი ცოტა მაღლა უნდა იყვნენ ასული. აი ახლა გვაწვალებს ის Facebook, ხედავთ? ხო მარი. ხო, აი გაჩვენებთ მე ამ ორ სამკუთხედს. აი ეს არის 2 სამკუთხედი. ორთერთ საწინააღმდეგო, მაგრამ აბსოლუტურად ერთნაირები არიან. სიდიდით. მარი, შენ რომლები შეაერთე? 1 და 8? 1 და 8? არა, 9 0-3-6-9. კი, 0-3-6-9 და 7-2 და 4.5, ხო? შემდეგ რო შემოაბრუნო. ხო. ხო, ზუსტად იგივე სიდიდეები დაგიჯდება. გოგოღმა, ანუ აი გეტყვი ახლა ვარის გვერდზე დაჯდება. ესე იგი, სწორად ხო არის ერთთან დაჯდება 2-თან დაჯდება 7, ხო, 3-თან ჯდება 8. კი.
7, 2 და 4.5. მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ზუსტად ერთნაირი სამკუთხედებია, ერთმანეთისგან წვერებით განსხვავებული. კი ბატონო, აი პირდაპირ 2-ს მივუმატოთ 8-ს მივუმატოთ 1 არის 9, 7-ს 2 9, აქ შეგვიძლია სხვადასხვა სამკუთხედები ჩავწეროთ. როცა ჩაჯდება ერთმანეთში, ანუ ერთ წრეში მიიღება აი ეს გამოსახულება. რა არის ეს? ეს არის დავითის ვარსკვლავი წრეში, რომელიც არ ვიცი მე ქართველებიც დავითის ვარსკვლავს ვეძახდით, თუ რა ხდება ვერ ვიგებ, იმიტომ რომ მე ეს ვარსკვლავი დაბეჭდებით მომცა ქართული ანბანის წყობა. კი ბატონო. და რატო უნდა იყოს ეს ებრაელების. მარტო ებრაელების დავითის ვარსკვლავი მე ამას ვერ ხვდები ნამდვილად. მე პირადად მიმაჩნია, რადგან ქართული ანბანის წყობა გვაძლევს ამ ფიგურას, ეს არის ჩვენი ანბანის დამსახურება. უფრო სწორად იმათი ვინც შექმნა ერთანი ამ სისტემის დამსახურებაა, ხო? აი ამ სისტემის, რომელიც ჩვენ ქართული ხო? კი, აი ამ სისტემის დამსახურება. რა სისტემაც არის ჩადებული ჩვენს ასომთავრულ ანბანის შექმნისას. კი ბატონო. და ამ ასოებისა და რიცხვების ასე დაწყობი. კი, აი ახლა ნახე მარი, მე გავაგრძელებ აი ამას შენაც. საინტერესო ის არის, რომ აი ისე ლაგდებიან, რომ 9-ს გვაძლევენ 2-ცხრიან შუა დარჩენილი ციფრების ჯამი, ისე 9-ს გვაძლევს, ხო? 2 ციფრს შუა, ანუ 4-ს და 5-ს ხო ერთი ცენტრი და 9-იანი მეორე ცენტრი. იმისი წრის 6 მივუმატოთ 3 9, 5 მივუმატოთ 4 9, 7 მივუმატოთ 2 9, 8 მივუმატოთ 1 9. და 9 და 9. ცხრიანების მატრიცასთან აქვს საქმე. მოკლედ მარჯვნიდან მარცხნიდან იკეცება შუაზე და პირიქით, ხო? კი, ყველანაირად. შუაზე იკეცება ყველანაირად და ქმნის შიგნით ორ ჯვარს, ერთი მაღლა, ერთი დაბლა. და ეს პლუსის ეხლა ჩვენ თუ ამ ორივე წერტილს შევაერთებთ, აი 9-ის მოპირდაპირე გამოდის 9. ცხრის მოპირდაპირე გამოდის 4.5. 4.5 არის სანამ მარი დაგვიკავშირდება 4.5 არის 9 ისევ და გამოდის აი ამ 9-დან ასეთი საინტერესო საუბარი. 4 არის დონი, 5 არის ენი, 9 არის თანი. ესე იგი დონი, ენი, თანი. ჩვენ ვართ ენის დონთან. ენის დონთან ვართ. აი როგორ გვაწვალებს Facebook-ი ხედავთ? საინტერესო თემას განვიხილავთ. ხო, მარი, გვაწვალებს Facebook-ი, გვაწვალებს. ხო, ძალიან გვაწვალებს, ხო, ვეთიშება ყოველწუთს. და ეს უბრალოდ ამას აქ კვლევები მიმდინარეობს და სხვა რაღაც საინტერესო რამეც არის ამოსული. და თუ დააკვირდებით, ხო, ამ ნახაზს აქ ძველი სიმბოლოებიც იკვეთება. აი ეს პიქტოგრამული ქართული, იბერიულ-კავკასიური პიქტოგრამები, ხევსურეთში რომ არის ნაპოვნი, გიორგი გიგაუს აქვს მასზე გამოწვევა. კი, ფორმები ხო, მარი, პიქტოგრამ, აი საინტერესოა რომ ჩვენ სამბანში გრაფიკულად დასტურდება რაღაცა ნიშნები, ის ნიშნები ჩვენ სამბანშიც არის მოცემული. ის ძველი ნიშნები. ხო, მაგალითად ეს ფორმა. რამდენიმე ნიშანია ნაპოვნი. იგივე ие, ანუ იოტას რომ ეძახიან. ეს გაჩვენეთ ახლა ამ ნიშანსაც გაჩვენეთ, რა ნიშანიც არის. და ქუდზე ის ნიშანი, რომელიც ნიშნავს
დედამზე ღმერთის ხო, დედამზე ღმერთის აღნიშნული აი ეს ორინაერთი არის. მოკლედ ესეთი რა. ღვთისმშობს, რატო ღვთისმშობს ასე სისტემატურად? ესე იგი, ღვთისმშობს, იმიტომ რომ მარი ჩვენ საინტერესო რაღაცაზე ვლაპარაკობთ. ეს არის ხოე. ორი ხოეს ნაერთი არის. ეს ნიშანი, ჩანს ხო? კი, ჩანს. ხო, აი ეს ნიშანი, უძველესი ნიშანი ყოფილა. ჩვენს პიქტოგრამებში არის, რომელსაც გვაძლევს ქართული ასომთავრული ანბანი. გამოყენებულია იქ ეს ნიშანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სისტემა არ არის მოწყვეტილი იმ უძველეს ნიშნებთან და იმ სისტემასთან უბრალოდ ჩვენ მუშაობა გჭირდება რომ მივაგნოთ. როგორი და რანაირად შემოიტანეს ამ ასომთავრულის ახალ სისტემაში. თუ ეს ახალია, თუ პარალელურად იქნებოდა, თუ როგორც იქნებოდა და დარწმუნებული ვარ რომ ეს არის უძველესი, ბევრად უფრო ძველი ვიდრე გონიათ. გარდა ამისა, იმ ხილვაში მე ისიც მითხრეს რომ ქართული ანბაში ყველაფრის მატერიალიზაციის პროცესში, აი როგორც გენია და გენს რა თვისებებიც აქვს და გენის გენეტიკური ინფორმაცია როგორც იშლება, ასევე იშლება ყველანაირი ინფორმაცია სიტყვის შედგენის, ასოების შედგენის და ჩვენ უბრალოდ უნდა მივაგნოთ ამ ინფორმაციას. ნაწილი რაც გამიმხილდა და დანარჩენი კიდევ ნელ-ნელა მხილდება ზოგი აზროვნების შედეგად, ზოგი უნდა გავეცნოთ ყველა მსოფლიოს უძველეს დამწერლობებს და ინფორმაციებს, იმიტომ რომ იმათში გაფანტულია და ჩადებულია ჩვენი საერთო საწყისის ანბანით, სიტყვების ნიშნულობად, თვითონ სიმბოლოების ნიშნულობა, რომლებიც მერე ჩვენს ასომთავრულ დამწერლობაში აღიწერა. და ამ წუთას ჩვენი ეს გამოსვლა იყო გვენახა რა არის ეს დაკის ვარსკვლავი სინამდვილეში და რა სისტემა გვაძლევს ამას. კი ბატონო, მარი ნახე ერთ რამაც გავიხსენებ. ხოდიში ერთი წუთით თან ეს ნიშანი, ეს სიმბოლო წრეში ჩახაზული, ეს 6 ქიმიანი ვარსკვლავი, მე არ ვარქმევ ამ წუთას დავითის ვარსკვლავს, ეს 6 ქიმიანი ვარსკვლავი, ხო, წრეში ჩახაზული, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე, უამრავ ძეგლზეა დაფიქსირებული, ზოგი ვარდულით ცენტრში. კი, ერთ-ერთი ფეისზე მქონდა ეგ სურათი და ვარდული. ზოგი დონშია ჩახაზული, როცა აი ეს წრე სხვა ორნამენტში გადადის. კი. აი და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო უნდა იყოს აი ეს წარმოდგენილი წყობა და სისტემა. ძალიან საინტერესო კიდე რა არის იცი მარი, აი ხო ჩვენ აქ წრეში კი ჩავხაზეთ ეს დავითის ვარსკვლავი, მაგრამ კიდევ ერთ რაღაცას მივაგენით ჩვენ რომ როდესაც ლი არის შედგენილი ესე იგი 4 ისაგან, აი ი ნახეთ მეგობრო როგორი წერება ასომთავრულად და ლი 4 ისგან არის შემდგარი. აი ჩვენ როდესაც ამ მთლიან დავითის ვარსკვლავს და ამ წრეს ჩავსვავთ ესე იგი 4 იში ან 4 ოში, როგორც ძველად წერდნენ ხოლმე ოს, ხო მიცით? აი ესე წერდნენ ოს, ნახეთ. ესე. არის მართი კუთხის აღნიშნელი, არის ონი. კი ბატონო. და მართი კუთხის, 4 მართ კუთხეს თამარ იცი რა არის? ეხლა ახალი აღმოჩენა სამით გამოდის. ეგ არ არის იმი, ეგ არის ონია. რატომ?
და არის მარტი კუთხის აღნიშნელი 4 მარტი კუთხე რომ შევკრიბოთ 360 გრადუს გვაძლევს ანუ წრეს ამიტომ არის მაგაში ჩასული წრის მაგიერ ჩვენ შეგვიძლია ონიშანი გამოვიყენოთ როგორც 360 გრადუსიანი ფიგურა და კვადრატი გამოგდის და ამ კვადრატში ისევ შიდა კუთხეების ჯამი მაინც 360 ანუ იგივე წრის ვარიანტია რა იგივე წრის ვარიანტია კი 0.9 კვადრატული და 2 წრიული ესე იგი პირდაპირ გამოდის რომ 2 რა არის 2 იგივე წრე არის 2 ესე იგი 2 ჩვენთვის ხო ყოველთვის მზე იყო ჩვენი მზის სიმბოლო ქონდა ხო ღმერთის აღნიშნულადაც ხო ესე იგი ღმერთის სახლში არის ეს 6 ქიმიანი ვარსკვლავი დავანებული როგორც მართკუთხედი ჩახაზება გიწრეში კი მარი გამოდის რომ ორჯერ 2-ში არის ჩახაზული 2 ხო ეს იმ შემთხვევაში თუ წრეს ახლა კვადრატულ ფორმას მივცემთ წრეს კვადრატული ფორმა ეძლევა 4 მართკუთხედისგან აი 1 ხო აი ეგ ხო და მაგას ვამბობ არის 360 გრადუსის გამოხატვის 3 მეთოდი წრე რომლის შიგნითაც 360 გრადუსი გვაქვს და კვადრატი რომლის შიგნითაც 360 გრადუსი გვაქვს ეს არის იმ შემთხვევაში როცა სიმეტრიაზე გვაქვს თანასწორობაზე გვაქვს ლაპარაკი და აქ თანასწორობაზეა ლაპარაკი წრეშიც 360 თითო გრადუსებად აგერ რა გამოგდის სამნაწილოდ რომ დაიყო 360 ხო თანაბარ ნაწილებად დაიყო ასევე კვადრატიც თანაბარ ნაწილებად იყოფა კუთხეები ზუსტად ერთნაირი სიდიდის არიან ესე იგი ოს ვწერთ ზუსტად მართკუთხედად და არა ისნაირად იცოტა ის არის გრძელია არა არის ცოტა სხვა რამეა ხო და აქ ჩვენ მოდი გადავშლი ამ იმს ეს ვარიანტი წაიშალა იმიტომ რომ ეს არის აშკარად გადაცემის მიზანი ამ წუთას თუმცა ჩვენ გვაქვს არ ვიცი როგორღაც ალბათ მოვახერხებ და ამ როგორ მივედი კიდე აქამდე და ეს არის მარტო ერთი მწკრივის ინფორმაცია 1-დან 9-მდე ანუ ანიდან თანამდე და ჩვენ გვაქვს კიდევ 4 ასეთი მწკრივი 3 ასეთი მწკრივი ყველა არის წრე 3-4 წრე გამოგდის და ეს 4 წრე სივრცობლივად სიბრტყეებზე გამოიხატება აი ამას სხვა გამოსulis დროს აგიხსნით და გაჩვენეთ და როცა გადმოვიდა სივრციდან სიბრტყეზე ინფორმაცია და სიბრტყეები უნდა გამხდარიყო მაშინ მოხდა აი ასე არა მარტო წრე გაიშალა და მოქცა კოორდინატთა სისტემა 4 ჯვარი აი ახლა ამაზე საუბრობთ კუთხეების ჯამი ისევ 360 გრადუსია ანუ გამოდის რომ ლი ასობგერა ლი არის გაშლილი მართკუთხედის და გაშლილი წრეც და 360 გრადუსს აღნიშნავს აი ახლა ეს რომ შევკრათ მეგობრებო გამოვა წრე და აი ეს წრე არის სწორედ ის წრე რომ აუ შენ დღეს ძალიან მაგარი რაღაც ახსენე მარი როგორ წარმოიშვება ჯვარი ანუ როგორ წარმოიშვება შვილი მოდი ესეც ახსენოთ რა რა არის შვილი ნახე არა აქ არ მაქვს არ ჩამიხაზია ეხლა დავხაზო მაშინ აი მე თუ ჩანს გააჩვენებთ აგე რა ჩანს მაგრამ აქ უკვე შედეგი ჩანს აქ შედეგი ჩანს დედ და მამ ეცრები ჩაგიწეროთ ცალ მოდი თუ გინდა ისაუბრე და მე დავხაზავ მარი
ხო, ესე იგი, ჩვენ დედის და მამის აღნიშნულად ხო, ძველად დიდას ხმარობდნენ. მერე შეიცვალა დედა. საერთოდ დაკვირვების შედეგად იმას მივხვდი, რომ ძალიან ბევრი სიტყვა, აი ძირეული და მთავარი სიტყვები რო გვაქვს, როგორიც არის პაპა, ბებია, ნენა, ნანა, დედა, დიდა, მამა, ესენი სამკუთხედებს ქმნიან გეომეტრიულად სიფრთხეზე. და თუ ჩვენ ავიღებთ მაგალითად ძველი ფორმით დიდას, მივიღებთ სამკუთხედს, რომლის წვერი არის დაბლა მიმართული. მაგრამ თუ ავიღებთ მამას, იგივე სამკუთხედს მივიღებთ წვერით მაღლა. იმიტომ რომ და აი ეს ჩვენ აი ეს ორი სამკუთხედი შეგვიძლია აი ასე გამოვხატოთ. შევაერთოთ, ხო? შევაერთოთ და აი ასე გამოვხატოთ. ი დაბლა, დიდა და ა მაღლა, მამა. და რატო გამოხდა ასეთი ცვლილება წვერების? იმიტომ რომ ა არის ყველაზე პირველი რიცხვი, ყველაზე აღმატებულია. და ამიტომ არის ზევით მიმართული. და მაგაზე დიდი მნიშვნელობის, ანუ უფრო მძიმე რიცხვები დაბლა ჩამოვიდა და მოგვცა ერთი სამკუთხედი, მაგალითად მამა. და რომლის ფუძეში მ და მ გვაქვს, ხო? კი. ფუძე სამკუთხედის. ამავდროულად ჩვენ გვაქვს დიდა, რომლის წვერი ი არის д-ს შემდგომი რიცხვი. ამიტომ ის უფრო დაბლა ჩამოვდის. და д-ები რჩება მაღლა ფუძეში. და რა გამოვიდა და სინამდვილეშიც ჰემატრიულად д-და მ-ს ერთი და იგივე პოზიცია აქვს ჰემატრიულად. 4-ში ტოლია. ხო, 4-ში ზიან 2. ორივე 4-ის ტოლია. ამიტომ ეს სამკუთხედები ერთმანეთის ტოლია. ანუ გამოდის 4, 4. 1 და ი-იც 1. 10-ია, მაგრამ 1-ია. 4, 4, 1, 1. ჰემატრიულად სწორდება. და ესე იგი მათი შემაერთებელი რა უნდა იყოს? იგივე შვეული, იგივე შვილი. შვეული, ანუ ეს ჩამოვიღო, ა შევაერთოთ ისთან და გამო ანუ შვეული, რომელიც ამორ წერტილს აერთებს ას, იმიტომ რომ ფუძე შეერთებულია, და მ-ები შეერთებულია და გვრჩება შესაერთებელი ა და ი. და ანუ შვილი და მაგათი შემაერთებელი არის ზუსტად C. შვილი, ნუ და ეს წარმოქმნის ჯვარს. ანუ დედისა და მამის ნაჯვარი სიმბოლო, სამების სიმბოლო. კი ბატონო. მამა, და სულიწმიდა. დედისა და მამის ნაჯვარი პირდაპირ სახეზე საუბრობს ახლა ეს გეომეტრია. არის შვეულით და დედისა და მამის ხაზით შვილი. ხო, შვეული იგივე შვილი. და ამ ენაშიც ჩანს რომ სამება არის დედა, მამა და შვილი. ხო, ესე გამოვიდა. კი, სულიწმინდა. როგორც არის რა, მამა და სულიწმინდა. ამ ენით. და რა გითხრა დავითის ვარსკვლავობა სად მიდითო? დონთან მიდითო, ხო გითხრა? ესე იგი 4.5 გამოვიმუშავეთ ჩვენ აი აქ და დონი ენთან მივედით. ენის დონთან მივედით რა. და ენის დონი კიდე არის სწორედ ის, რასაც გვიხსნის ჩვენ ქართული ანბანი, რომ სამება არის დედისა და მამის ნაჯვარი, რაც არის შვილი. ანუ ესენი დამთხოვები არ არის მეგობრებო. სამება არის სამივე ერთად. სამივე ერთად ერთში. ჩვენ რომ ის არ შევაერთოთ დედა და მამა, რომ არ შეერთდეს, ისე შვეული, ანუ მათი მაკავშირებელი ჯვარი არ შეიქმნება ისე.
ეს ჯვარს ქმნის. ესე იგი ჯვარი არის ისედაც ხო ჩვენ ცნობიერად ხო ვიცით ჯვარი რაც არის არა? ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად მათი ფრთები რასაც ნიშნავს. ანუ ზეცისა და მიწის კავშირია. კი ბატონო. ანუ ზეციურისა და აი ეხლა ამ სქემით ზეციურისა და მიწიერის, ხო, ესე გინდა თქვა. ხო. ანუ სულიერ მატერიალურის კავშირის შედეგია. ანუ სულიერის მატერიალურად გამოხატვის, ხო? ხო. ეგ არის შვილი. და ეგ მაგას ნიშნავს ის და სამების გარეშე ეს შვილი ხო ვერ სამება მთლიანად ეგ არის დედამამისა და მამისა და სულიწმინდის გარეშე ხო შვილი და ძე ვერ წარმოიქმნება. ვერ წარმოიქმნება. და ეხლა მე დავამატებ მარი ერთ რამეს. აი, როდესაც ჩვენ ტოტის ფირუზის კი არა და ზურმუხტის ფილებზე ვკითხულობთ, იქ არის ესეთი ინფორმაცია, რომ არსებობს წმინდა ციფრები და არსებობს დაცემული ციფრები. წმინდა ციფრები არიან 1, 3, 9, 1, 3, 6, 9 და დაცემული ციფრები არიან 2, 4, 5, 7, 8. ეხლა ნახე აქ რას გვეუბნება ეს. როდესაც ეს სამკუთხედი, აი ეს დაცემული სამკუთხედი, რომელიც 4-სა და 5-საგან შედგება 9 და არა 0-სა და 9-საგან, ამ სამკუთხედში ჩვენ გვხვდება კომბინაცია ციფრების 7, 2-სა და 4, 5-იანის. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ეს ციფრები არ არიან წმინდები. ხო, ეგეც შეიძლება 8-სა და 1-იანისები. 8-სა და 1-საერთებს. კი ბატონო. ამიტომ ეგეც ცხრიანი გამოგდის. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს სამკუთხედი მამრის კი არა, ეს არის მამრი ზემოთ, რომელიც არის, ესე უწოდებენ ებრაელები, მაგრამ აქ ეგ ბორბალი ხო ტრიალებზე, ნებისმიერ რომელიც არის მიმართული, კი? ზევით მამრია, ხო? აი ეს არის წმინდა ციფრებით შემდგარი 3, 6, 9-იანით. მაგრამ დაცემული, რომელიც არის 4-სა და 5-ის ნაერთი, ეს იმას ნიშნავს, რომ 4 თავის თავში არ არის წმინდა ციფრი, 5-იც არ არის, მაგრამ მას შეუძლია გახდეს წმინდა. ხდება მიაღწიოს 9-იანს. თუმცა ზენისა და დონის მიხედვით. ესა ზენისა და ბანის მიხედვით. ასევე ჰესა და ეს მიხედვით. და ნახეთ რა გამოდის თვითონ ამ სიტყვების კომბინაცია, რომ წავიკითხოთ 1 და 8 არის ანჰე. ანჰე არის სხვათა შორის გამახსენდა ანჰელიოსები მეგობრებო. ლიოსები. ესე იგი ამას მივყავართ კიდე ჰელიოსის ძირთან ფუძესთან ჰელიოსი ღმერთი რომ იყო მზის ღმერთი. კი, ჰელიოსი ღმერთი იყო, ანჰე კიდე არის სხვათა შორის ანეს ეძახიან თურქები დედას. მამა იყო ჰელიოსი. კი, და დედას ეძახიან სხვათა შორის თურქები დედამის. ანეს ეძახიან და ეს ჰა ხო შეგვიძლია ჩავკლაპოთ არ გამოვთქვათ. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით თურქულსაც აღებულია. ნანა ხანდახან შეიძლება ნანა და ორ სამკუთხედად ნან და ანა და ის წინა ნ არიციან თურქებმა ეგ დაკარგული ნანე ხო ესე ვთქვათ ნანე და ნანა თვითონ ორი სამკუთხედის ერთმანეთში შერწყმა ნან და ანა ნანა აი მაგას დაგიხაზავ ეხლავე რადგან სიტყვას მოყვა მაგასაც დაგიხაზავ ესე იგი იმ პრინციპით ν და ა რომ გვაქვს ჩვენ ν ა ν და გვაქვს შემდეგ ისევ ა აი ესა გვაქვს ვერ ვხედავ მარი ვერ დავინახეთ მოდნა დაგანახე არა არ ჩანდა სურათში არ ჩანდა ო ეხლა აი გავამუქებ და დაინახა ხო დაინახავს მაყურებელიც აი შეხედეთ ნანა
ნეები დაბლა გვაქვს, იმიტომ რომ თანაბარი სიდიდისები არიან რიცხობრივად, აებიც თანაბარი სიდიდისები არიან რიცხობრივად. და ვიღებთ ნან ერთი სამკუთხედია და ანა მეორე სამკუთხედი. და ესე ლაგდებიან ერთმანეთთან ეს ერთი სიტყვა ორ სამკუთხედით და ასე გამოიხატება. დაწვენილი რომბია. კი ბატონო. და აი ეს ორი სამკუთხედი როა თანაბარი. თქვენ წარმოიდგინეთ ხელსურულ ნაჭრელში. ხო, იმის თქმა დამავიწყდა რომ პირველად ქართულ ასომთავრულ ამბანთან მე ქართულმა ორნამენტებმა მიმიყვანა რაღაც პერიოდში მომიწია ფარდაგის ქსოვის შესწავლა და სულ მიგვირდა ხოლმე რატოა მაინც და მაინც გეომეტრიული ორნამენტები თქო და ერთხელაც ის დავაფიქსირე რომ იმიტომ მეთქი რომ ჩვენი ქურუმები და ქურუმების წოდნა რომ გაანადგურეს სადღაც უნდა და შეენახათ ეს წოდნა და დააკოდირეს ეს ინფორმაცია და ჩვენ რომ მაინც სულ არ დაგვარგოდა ორნამენტებში ჩადეს ეს ინფორმაცია და აგერ აი ეს ორნამენტი იგივე ნანა ხო არსებობს ხო აი ესეთი სამოსელზე ხევსურულ სამოსელზე სამკუთხედ ფერად ნაჭრებს ხო აკერებენ აი ამ ფორმით ეხლა მე ამ სამკუთხედს გავაგრძელებ და მივიღებ აი ესეთ ორნამენტს ნანა აი ასე და ქვედან დაბოლოებებზე აქვთ ხოლმე ხევსურულ ჩაცაცმელებს აი ესეთი ორნამენტი კი სხვადასხვა ფერების სამკუთხედებით მე არ გამოვიწყავ რომ გარდა ნანასი თქვათ დედა მამა ამასაც გულისხმობდნენ აი თანაბარი სამკუთხედები უნდა იყოს და აი მათი რიტმული გამეორება მარი შეიძლება მაგას ფერების მიხედვით აკეთებენ შეიძლება ფერებსაც ჰქონდეს მნიშვნელობა კი შეიძლება კი არა ქონდა იმიტომ რომ ზუსტად ამიტომ ეგეც უნდა დადგინდეს რომ რომელი სამკუთხედი ანუ რა ასოების კომბინაცია რომელი ფერების დროს გამოიყენებოდა და ამით ჩვენ შიფრავთ ფაქტიურად რა წერია რა სიმბოლო რას გვეუბნება მამაწერია თუ დედა ეს უნდა დავინახოთ უკვე მამაკაცების სამოსზე რა ფერებს აკარგავდნენ ამ სიმბოლოებით და ქალბატონები ახლა სამწუხაროდ ახლა კი კარგავთ მაგრამ აი ძველი სისტემა ჩვენებაზეც ვცვლით ხოლმე ჩვენ კომპოზიციას და ისე ჩვენ ეგ მუზეუმებში რაც არის დაცული აი იქ უფრო მეტად იქნება შენახული ზუსტი თანმიმდევრობა და ფერადოვნება კი იქნება ეს ფრესკებზეც იქნება და ამის ეს მონაცემები გაბანტულია არა მხოლოდ ფარდაგებში ტანსაცმელზე არამედ ხუროთმოძღვრების ძეგლებზე ხეზე ხის ორნამენტებში კი საინტერესო კიდე ის არის მეგობრებო რომ აი ამ ძალიან საინტერესოა მე ვერ მოვახერხე ბატონ გიორგი გიგაურთან დაკავშირება იმას ძალიან კარგი ნაშრომები აქვს რომ მოაგროვა მთელი ეს ორნამენტები და პიქტოგრამები ქვაზე ნაკვეთი სიმბოლოები ძალიან მნიშვნელოვანია აი ყველა ინფორმაციის ერთად შეგროვება და ამათი ანალიზი. კი ბატონო გეცხრობ. როგორც ქართული ენის ანალიზი. დროა მე მგონი შედგეს პროგრამა, რომელიც დაამუშავებს და აი ვთქვათ ესეთ სამფუძიან, სამასოიანი ფუძეები არის, მაგრამ არის სხვანაირი დაჯგუფებად, სამკუთხედებად. მაგალითად ნარანი, ნარი არის რომლებიც აი მაგალითად ნარანში გვაქვს წინასართი როა უბრალოდ წინასართი არ არის მაგალითად როგორც სიტყვა ნაჯვარშია ნა და ჯვარი ხო ნა სიტყვა ნა წინსართი უბრალოდ წინსართი კი არ არის გვაძლევს ნარ ანს ნარი არის ცენტრი
და გვაქვს სამკუთხედი, გვაძლევს სამკუთხედს, რომლის წვერი არის R, ანუ ერთიანი და ნა ერთი ფუძის ერთი დასაწყისია და ფუძის დასასრული მაგ სამკუთხედის არის ani. ნა და ani ერთმანეთის სარკისებური მნიშვნელობის ასოებია, ხო? ნა და ani? ამიტომ უბრალოდ სიდიდით მაინც ერთნაირები არის. მოიცადე ნა და ერთი სიდიდისები არიან. ამიტომ ისიც რაე და ani? რაე და ani? თუ ნა და ნარი და? აი ახლა დაგიწერთ. ნა ani. აი ეს სამკუთხედი. ხედავთ ხო? ნა ან და რასო და არის წვერი ნარანი რა არის? ნარანი არის ნა ლაზარესენით ნა რა არის? ნარანი არ არის? მარი მაინც ვერ გავიგე. ნა და ა არის 6. ანუ 1 4 და 1 არის 1 4 და 1 არის 6, ხო? ახლა ნაჯვარი ხო გვაქვს სიტყვა? კი. ჯვარი ვიცით რაც არის? ნა თავის მხრივ უბრალოდ წინსართი კი არ არის მეთქი. ნა ლაზურად. ხო, ჩვენ რომ ვაკეთებთ ხომ ლაზიანით ხო? ნ და ხო გვარის ნარი და ani. ნარი და ani. კი. რ გვაქვს როგორც სამკუთხედის წვერი. იმიტომ რომ რს გვერდებს ერთი მხრიდან ნა აქვს, მეორე მხრიდან ani აქვს. ani და ნა ერთი და იგივე სიდიდეებია. ეხლა მივხვდი რასაც საუბრობ. ანუ ნარში მოთავსებულია ანის და რაეთ, ხო? ერთეულად ვიღებთ. კი. ნა და ani ერთმანეთის ტოლი რადგან არის გვაძლევს აი ამ სამკუთხედს. კი ბატონო. ანუ თვითონ მოდი ახლა აქ მარტო 300-ოს კომბინაცია კი არ მოხდა ამ სამკუთხედში. 500-ოს კომბინაცია გვაძლევს. 500-ოს, იმიტომ რომ აქ არის ნარი, ani, რაე და ენი. ცენტრიდან გვერდებზე თანაბარი სიდიდეები დაგვიჯდა. რომელი ცენტრიდან მარი? რომელი ცენტრიდან გვერდებზე? ხო, ცენტრი გამოგვიდა. ნარანი. ხო, ცენტრში გვაქვს, არა? 5, როცა გვაქვს 500-იანი სიტყვა, ცენტრი გვექნება 1 2 3, უკანა მხრიდანაც 1 2 3. შუაში გვაქვს მესამე 100 ცენტრი. დაგვიხაზე რა? მაინც რომ ზუსტად გავიგოთ. ხო, აი დაგიხაზა მაგასთან. აი აქ მეც დავხაზავ და ნა რ ჰ ნ 1 2 3 1 2 3 აი შეხედა ხო გვაქვს ჩვენ აი ეს ნარამ სიტყვა არ ჩანს. კარგად ჩანს. ახლა ჩანს. ეხლას ჩანს, კი. აი ესე იგი ესია რა. ნადა წამოდი დაიწყეთულა, ნა არის 1 2 3 ახლა იგივე ნედა წამოდი მეორე მხრიდან, ხო? კი. ნედა ნიტრა 1 2 იგივე 3 რ ესე იგი რა არის ცენტრში? ხო. და 1 და 2 და 2 და 1 და იგივე სიდიდეა. ხო, გემატრიულად. კი ბატონო. ანუ შენ ახლა რა ქენი იცი? აი რა მიიღე? მიიღებ სამკუთხედს. სამკუთხედს კი არ იღებ ჯერ. იღებ 3 ერთეულს იღებ. 1
ორი, სამი. ანუ ნა, რ, ნა არის ერთი მთლიანი ერთეული. ერთ წრეში შემოვხაზე, ხედავ? ხო, რ გვაქვს ცალკე, კი, მეორე ნა გვაქვს მეორე ანი და ნა ერთი და იქ. კი, და რა მივიღეთ? ესე იგი სამი ერთეული მივიღეთ. რადგან მივიღეთ სამი ერთეული და ამ სამ ერთეულში გვერდებში ორი თანაბარი სიდიდე გვაქვს. ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ დავხაზოთ ის ჩვენი სამკუთხედი. კი ბატონო, აი ეს სამკუთხედი, რომელიც გამოვიდა ნარან და შექმნა სიტყვა. ნერად ნარან. და ესეც სამკუთხედია, ანუ შეიძლება იმ სამკუთხედებში სხვა სიტყვებიც იყოს და საერთოდ აი ეს როგორ ავთქვა ახლა აი ეს რაც ავთქვი რა სიტყვების წარმოშობაში რაღაცა მათემატიკური სისტემებიც არის გეომეტრიაში ახლა ჩემთვის აი ეს სამკუთხედი გაიხსნა რა თქმა უნდა. არის სამკუთხა ფუძიანი მე ამ სამკუთხა ფუძეზე აი ეს ახლა ჩვენ რაც ვნახეთ რაც სასწორის პრინციპივით არის რა წონასწორობაში უნდა იყოს ცენტრთან აი ესეთი სიტყვებიც გაიყვანება სამკუთხედზე მოდი დავალება მივცეთ ჩვენს მაყურებელს. მოძებნონ სამკუთხა ფუძიანი სიტყვები, მაგალითად დ, ე, დ, մ, ა, м, პ, ა, პ, ბ, ე, ბ. პაპა ბებო. ბებია ხო, ბებ. ბებ ხო, ბაბ ბაბუა. ბაბა შავი კიდე არის რა სხვა სიტყვებიც არის ხო, ნუ ეს აი ამის მიხედვით ძალიან ბევრი კომბინაცია შეიძლება შედგეს, იმიტომ რომ ა ხო ისაც უდრის და ი უდრის ას, რ უდრის ას. ჩვენ იმასაც გავამბობთ რომ აი თქვათ რა ვიცი ახლა ყვითელი ფერი რომელ კომბინაციას შეეფერებოდა შეიძლება მზე არ ვიცი ჯერ ანა სამკუთხედად როგორ ბჟოლა არ ვიცი რა ჯერ სამუშაო ეგეთი უბრალოდ აი თქვათ ყვითელი ფერი რომელ სამკუთხედს შეესაბამებოდა რომელ სამასოიან სიტყვას შეიძლება აი ნაჭრელში ხო ჩვენ სიტყვები ამოვიკითხოთ ფრაზები ამოვიკითხოთ იმ ორნამენტებში მარი მზე როგორ ნახე როგორ შეეფერება მზეს რიცხვითი და რიგითი მნიშვნელობა არის არა 3-4 არა ვერ გამოვა მაგას არ ვამბობ ახლა მე აი თქვათ დიდა რო ხონდა სამკუთხედი თქვათ მაგას ყვითელ ფერს აძლევდნენ რომ ყვითელი რადგან თბილია მზესავით თბილი შეიძლება არ ვიცი ახლა მე ჩემ აზრს გამოვთქვავ აი ვარაუდს გამოვთქვავ ახლა ამ წუთას იმიტომ რომ მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს რომ რაიმე ფერი რაიმე სიტყვას მოსაძებნია ჯერ ეგ მარი შესაძლებელია რომ ფერები შეადგენდნენ სქესებს აი მაგალითად ყვითელი მდედრ შეეფერებოდეს შავი მამრს აი ესეთი რაღაცები შესაძლებელი არის რომ იყო რაღაცა მნიშვნელოვანი ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია მაგრამ ხო არის ახლა დედა მამა პაია აია სხვა რაღაცა ბევრად მნიშვნელოვანი სიტყვები როა აგერ აიაც სამკუთხედია კი ბატონო ხო აია მე რის თქმა მინდა ხო და აი ამ ფერებში და მათ სიმბოლოში ფერის შესაფერის სიტყვას თუ ვიპოვით ხო ამ ფერების თანმიმდევრობა ის მირთა მას მოიცა ერთი წუთით ხო აი ახლა ისმის ხო აი თუ ჩვენ იმასაც დავადგენთ ვთქვაროთ რომ აი ამ სამკუთხა ჩანართების ასაცმელზე რო არის ხო ფერადოვნება თუ რო არის რა თითოეულ ფერს რა სიტყვის მაგიერ ხმარობდნენ მაშინ ჩვენ შეიძლება მთლიანი ფრაზა დავიკითხოთ რისი თქმა უნდოდა შეიძლება ნამდვილად რა ფრაზა მოგწეს რა სიტყვა გასაღებია იქ კი ბატონო მარი
გარდა იმისა, რომ წმინდა გეომეტრია გვაძლევს სიტყვებს, ასევე გვაძლევს ფერების, შესაძლებელია რომ გვაძლევდეს სიტყვებს და ჩვენ აგერ ვნახეთ, რომ რომ ფერებსაც ჰქონდათ რაღაცა ანუ იმ მთავარ სიტყვებს თავისი ფერი ჰქონდათ მინიჭებული. ნამდვილად, მარი. მე ესე ვფიქრობ, რომ ფერით აღნიშნავს. რატო იცი, მარი, აი ახლა მე ეს ვიცი ჯოხაძისგან, მურმან ჯოხაძისგან, რომ ესე იგი, როდესაც ის ნათი მე არ მაქვს ახლა მაგ პიროვნებებთან არც წვდომა მქონდა, არც ლიტერატურასთან. ხო, აი რას ვაკავშირებ, იცი? ხილებში მეძლეოდა ეს ინფორმაცია. ხო და ეს ამხელა ინფორმაცია რო გეძლევა ხილებში, მეც ეგრე მეძლევა, აგერ თევზების ის რო გავაკეთე, ზუსტად იგივე სქემა ოღონდ შენ ახლა კიდე დეტალურად რაღაცეები ახსენი, გეომეტრია დაამატე და გეომეტრიაში მე არ ვიყავი კარგი მაგალითად. მათემატიკა გეომეტრია. ტექნიკური განათლება მაქვს მიღებული. ხო და ეს ძალიან გეხმარება შენ, ძალიან მაგარი რაღაცეები თქვი ახლა. ეხლა აღარ მახსოვს მათემატიკა საერთოდ აღარ მახსოვს, მაგრამ ტექნიკური დარგები აზროვნებებას ეხმარებოდა საერთოდ. კი და ნახე მარი ახლა მე მურმან ჯოხაძისგან რა ვიცი, იცი? მოყოლილიდან ვიცი, მაგის ვიდეოებს უყურებდი ადრე და ესე იგი, როდესაც მოსე და ისინი გამოვლენ მონებს რო გამოიყვანენ და გამოეკიდებენ, რას აკეთებენ, იცი? აიღებენ იმ კიდობანი რო აქვს და აი ამ კიდობანს გააქტიურებენ, იქ რაღაცა მექანიზმი არის, რომელიც ისეთ რაღაცებს გააკეთებს, რომ მთლიანად ზღვას გააპობს, ხო? ზღვა არის თუ რო გადავლენ, ეფრატზე არ გადავლენ? ხო და ეგეც აკითხავია, სად გადავლენ. საქმე რაშია, იცი? ამათ აქვთ სამოსი, რომელიც სამოსიც არის იმ ფერების მიხედვით დაწყობილი, რომელი ფერებიც არის შესაბამისი აი იმ სინათლისა, თუ კი სინათლე ამოვა და დაგინახავს და ეს ფერები არასწორად იქნება დალაგებული, შეიძლება დაგწვას. აი ესეთი რაღაცა მაქვს მე მურმან ჯოხაძის, ხო? გასაგებია, დამცავი იყო. აი ამ ფერებს მნიშვნელობა ჰქონდათ, რომ ის თავისი ფერების მიხედვით უნდა ყოფილიყო ქვემოდან ზემოთ განლაგებული. გამოჩნდა. ხო და მე მოზვინის სინათლეს მიკრობს რა ვქნა. ბერძნულად როგორ უნდა უთხრათ საღამო მშვიდობს კალი ნიხტრა თუ როგორ? იასუს. კალი ნიხტრა რო ემშვიდობები ღამე. ესე იგი. გავიდა. ხო, კარგი. ისი თქმა მინდა, რომ აი სამკუთხედი შეიძლება მარტო 300-ომ კი არა, აგერ 500-მაც მოგცეს. შეიძლება 700 მოგცეს. რა? თუ სამკუთხედი? სამკუთხედი. ხო, შესაძლებელია. 700-იანმა სიტყვამაც შეიძლება მოგცეს. გააჩნია ცენტრს რო ვიღებთ, ცენტრის ორივე მხარეს თუ თანაბარი ერთმანეთის სარკისებური ისინია რა, სიდიდეები. მარი, ანუ ჰემატრიულად თუ თანასწორი სიდიდეები. მარი, სამკუთხედში რო ვსვავთ ამ სიტყვებს, შესაძლებელია რომ თქვა ჩავსვათ ასევე რომბში, გარდა იმისა, რომ აი ეს რომბი სამკუთხედებისგან შედგება. რომბი არის სამკუთხედების შედეგი, ხო? ხო. აი როცა რომბი არ მივიღეთ დიდა და მამათი? კი. ის ორი სამკუთხედი რომბია. და რომბის წვერები რო შევაერთეთ, მივიღეთ ქვასოც მივიღეთ, ჯვარიც მივიღეთ. ქანი, ხო? აი ახლა ამაზე. ნახეთ, აი ამ ქანზეა საუბარი მეგობრებო. იმაზე შვეთი ცხოვლის ფრესკა რომ არის, რომბიდან სულ მიგვირდა, რატო ამოდის რომბიდან თქო ქრისტე? იმიტომ ამოდის, რომ რომბში ქრისტეა, აი ეს შემაერთებელი ხაზი. და ქრისტეა ეგ. შვეული, ხო, შვეული. ანუ აი ეს არის ქრისტე. ფაქტიურად სამებაა. რომბი და რომბში ქრისტე ეგივე სამი. ანუ ჩვენ გვყავდა დედა დაკარგული და ვიპოვეთ მარი, გილოცა. მადლობა რომ გვიპოვეთ დედიკო. მარი, ტყუილა არ ქვია შენ. დედა სამშობლო, დედა მიწა. ჩვენ გვყავდა დედას ღვთაება დაკარგული. აი სიმბოლო იმაზეც რომ არის ამოკარგული, რა ქვია,
დავით აღმაშენებლის ქუდზეც რომ იყო აი ეს სიმბოლო არა გვაქვს დაკარგული ეს უძველესი სიმბოლო დედამზე ღვთაება ეხლა რა გამახსენდა იცი ისა რა ქვია მაგას შოთა რუსთაველს აი ეგეთი ქუდი ახურავ სამკუთხა ქუდი ყველა იმაზე ხო ფრესკაზე ეგრე ვიცნობთ რომ აი სამკუთხა რომბი რო გაყო ესე შუაზე გამოვა სამკუთხედი ქუდი ხო ესია აი ესე დაეხურება ხო აი თურმე რატო ეხურა სამკუთხა ქუდი შოთა რუსთაველს იქიდან იღებდა ენერგიას აი ნახე აი მაგ წრიული ფორმა როცა კონდა მე ეგ წრიული ფორმა გამარტივების მიზნით გახსნეს წრე და მივიღეთ 4 მიმართულების დამწერლობა საათის ისრის მიმართულებით ანუ მარცხნიდან მარჯვნივ მარჯვნიდან მარცხნივ ზევიდან ქვევით და ქვევიდან ზევით კი ბატონო აი წრე რო იჭრება ყველა მიმართულებით ერთ წერტილში მაგრდება და ის მეორე გახსნილი ბოლო კიდე ჰორიზონტალურად ასე გააგრძელე მარცხნიდან მარჯვნივ კიდე მარჯვნიდან მარცხნივ კიდე ქვევიდან ვერტიკალურად ზევით და კიდე ზევიდან ქვევით კი ბატონო აი ასეთი განსხვავებები შეძლო მიიღო და სხვათაშორის თავიდან იყო რომ შეგეძლო მარჯვნითაც გეწერა და მარცხნითაც და ერთ ხაზზე დაგეწერა ორივე აი ამის მსგავსი და სისტემა არის გამოყენებული ღმერთო შემო იმას გრაკლიანის ხო ესეც ტრიალებს და შეგიძლია უკუღმოთ წაიკითხო გარედან შიგნით შეხვიდე და შიგნიდან გარეთ გამოყო ისეთ შეგეძლო ისე როცა გაიხსნა წრე ხო წრე რო გაიხსნა ესე იგი შეგეძლო ამ მიმართულებითაც გეწერა რაღაცა და იმ ნაწერში უკუ მიმართულებაც ჩაგესვა კი ბატონო ჩვენ ეს ამაში ისიც იქნებოდა შესაძლებელი ზევიდან რაღაცა დააგესვა და ქვევიდანაც რაღაც აი დედ რაც არ უნდა ატრიალო დედ უკუღმა თუ წაღმა მაინც დედ არის გესმის მამც იგინე წაღმა უკუღმა იგივეა ხო ანუ ესე იგი არსებობენ სიტყვები რომლებიც წაღმა უკუღმა მიმართულებით არ იცვლიან თავის მუდმივები ხო კი ბატონო აი სამკუთხა ფუძიანი სიტყვები მუდმივები მოდი ესე დავარქვათ მე აქ ჩავიწერ თან სიტყვები მუდმივები ძალიან საინტერესოა ეს დამდიდი კვლევის საგანია მაგრამ ჩვენ დავიწყოთ ხალხს გავაწონოთ ყველას დაეხმარება რაღაცაში ყველა თავისთვის გამოიყენებს და საერთო ჯამი გვაინტერესებს იმიტომ რომ იმ ხელათი უსასრულოა ამაში არის ღმერთის ცოდნა ჩადებული ღმერთმა შექმნა ეს ყველაფერი და ჩვენი ადამიანის ტვინია მაინც ვერ მიწვდება იმიტომ რომ ერთდროულად ღმერთი უნდა იყოს რომ ყველა უჯრედი გახსნა ამიტომ ზოგი მე გამეხსნება ზოგი შენ ზოგი სხვა და ეს ყველაფერი რომ შეიკრიბება მივახლოვდებით ღვთის ჩვენთვის მოცემულ ინფორმაციას არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს ვინ თქვაო ესო ვინ თქვაო ბოლომდე რასაც ვერ ამოვხსნით ვერასოდეს ღმერთი აბსოლუტურია და უსასრულოა არის რომ უსასრულო განვითარებადია კი არ უნდა ხო ჩვენ მივდიოთ და რა ვიცი რა სადამისად გავიხსნებით და მივყვებით კაცო და დანარჩენი ზოგიც უნდა გააკეთო ხო აი მაგალითად ეხლა ესეც დამთავრდება და ვიღაცამ უნდა გააკეთოს ეს არის ეს ინფორმაცია ჩვენ გენშია როგორც ჩანს
გენში და სისხლში და გონში, გონი ერი. არ ვიცი, ეხლა მე და ის რომ ახსენე გენეტიკა, ხო? აი გენეტიკაში როა განვითარებაში ინფორმაცია ბატონი კახაბერ ჭეღლაძე მუშაობს, ძალიან საინტერესო გამოკვლევები აქვს ამ სისტემაში. და აი ამ დაგვარი უნდა იყოს ზუსტად ქართული სიტყვების წარმოქმნის სისტემაშიც. ყველა ეს სისტემა, ჩემი აზრით, ერთი და იგივე სისტემა უდევს საფუძვლად. კი, მარი და მე მგონი დროა რომ ჩვენ ყველანი შევიკრიბოთ. აი ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ, ვიმუშაოთ, დავსვათ. კარგი იქნებოდა, მაგრამ მასალები ხო ახლა მეც დაწყებული დავიწყებ ხოლმე და ხანდრო არ მაქვს. მარი, მაგას არ უნდა მასალები, რაც მოგვეწოდა თანდათან მუშაობაში იმხელა ინფორმაციები იხსნება, რომ აგერ დღეს ინფორმაციები, ხო, რომ ერთმანეთს მევაწოდოთ და და მე მგონი დროა რომ დავივიწყოთ ის რომ ვიღაცას რაღაცა იქნება. თავის გადაცემაში ვიღაცა თუ მიიწევს, აგერ ეს ინფორმაციები მოწოდილია. მარი, იცი როგორ არის იქ ნაცნობობით ხდება, როგორც მე ვიცი და თამარ ასანიშვილი რომ მიიწვია თამარ ასანიშვილი ჩვენ რაც მოვიპოვეთ, ხო? კომპიუტერის საშუალებით ხო შეიძლება რომ დაიბეჭდოს. და მე ამ დაბეჭდილი ეს წარმოადგინოთ, სადმე ან მივაწოდოთ ვინმეს, ვინც დაინტერესდება. მარი, იმდენი მუშაობს ამ თემაზე და ყველა თავისას გახკივის, მე მგონი რომ ყველა ერთად უნდა დავსხდეთ, დავივიწყოთ ის რომ ჩემია და ვიღაცისა, ეს არის სულიწმინდა და წმინდა გეომეტრია ხარ, რასაც ვაგნებთ ჩვენ. აი ეს მიგნებები არის სწორედ იმის, ჩვენ კი არ ვიგონებთ, ეს არსებობს, უბრალოდ ვაგნებთ, მივაგენით რომ აი ესეთი რაღაცები არსებობს. Asi არის ყველა ის ადამიანი. აი აჩვენე. აი აქ ხედავ, რამდენი სიმბოლოებია. კი, ხედავ. ხო, ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოებს ყველაფერს გვაძლევს ქართული ამბავი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აი ამ ამბავში სრულყოფილი. იგივე ჯვარი, იგივე ნახე, ცოტა ჯვარი მაგ ზუსტად ეგ განვაცხადე, მარი. რომლის ბოლოებიც არა მხოლოდ არსებობს წრეში ჩახაზული ჯვარი, არსებობს წრეში ჩახაზული ჯვარი, რომლის ბოლოებიც გარეთ გამოდის. აი ესეთი სიმბოლოები მე იმაზე შევნიშნე, აი ხევსურული პიქტოგრამები რომ არის. მარი, აი პირდაპირ გეტყვი ეხლა ერთ რაღაცას რა. ყველა სიმბოლო, რაც კი დედამიწაზე რამე შექმნილა, ამ ამბანში არის მოთავსებული. და გახსოვს მე აი ეს ქოროსის თვალი მეორედ რო დავხაზე, აი აქ ყველა სიმბოლო მოთავსებულია, რომელიც შეიძლება გამოცალკევდეს და იმათი კომბინაციები აი აქ არის უკვე გაშლილი. ეს არის გაშლილი ანბანი, ეს კი არის მოთავსებული ერთ კუბში, რომელიც არის სხვათა შორის იონი, მეგობრებო. აი ჩვენ დღეს დავაკვირდით ერთ რამეს, რომ ეს ხო O არის ეს მართკუთხედი. და აი აქ შეგიძლია ჩასვა ისევ It's. და თუ ის და on's ერთად წაიკითხავ, ეს იონიც არის. ანუ მოკლედ ყველაფერი არის. აქ ყველაფერი. აი აქ ყველაფერი. კომბინაციებია თამარ. არის გეომეტრიული კომბინაციები. რა თქმა უნდა. აგერ მაგისი დასტურია, ახლა დღეშვე რაც გავაკეთეთ იგივე. კი, მარი, მაგას იცი რას ეძახიან? სვანები ეძახიან ფიც ანბანს. ანუ ეს არ იცვლება, საერთოდ არ ცვლიან მაგ ანბანს, არასდროს არ იცვლება. ფიც ანბანს, ხო? და აი ეს ასომთავრული არის მათი ფიც ანბანი, რომელიც არის საქართველოს. იგივე 6 კიდიანი ვარსკვლავი ონში, ორნაირი ონი რო არის, წრე და კვადრატი. ხო. მაგაში რამდენი ხუროთმოძღვრების ძეგლებზე რამდენ განვნახეთ. დონში რომ არის ანი ჩასმული. გეომეტრიულადაც დონში რომ არის ანი, ხო, აი ეს, მაგალითად აი ამაში არის ანი და ანი, ანუ 4 მხრივ მიმართულიდან არის კუბში ჩასმული წრე და ეს კიდე რო გავშალოთ არის დონი. ანუ ძალიან მაგარი რაღაცა, ეს არის უნიკალური მატრიცა. კიდევ ონიც არის, იმიტომ რომ ყოველი კვადრატი არის ონი. ონი არის კი.
აი ეს არ ჩამისვია კუბში სხვათა შორის, გავხსენი კუბი აქ და აი აქ აი ეს ონი. ოი, მარი, სად არის გასვლა? მე სულ დამავიწყდა მე თქვა შენთვის რომ რა აღმოჩენა გავაკეთე მერე, რო ვილაპარაკეთ იმის მერე. აი შენ თუ დაუკვირდები, მოდი განახებ. შენ თუ დაუკვირდები ონში ხომ არის, აი აქ ონში ხო არის გასასვლელი კონკრეტულ წერტილში. ნახე კონკრეტული წერტილი სად არის? კონკრეტული წერტილი დაჯდა 4-ზე, რომელიც არის დონი. და ნახე ეს დონი კიდე რა არის? პორტალი არისო, ხო ამბობენ, ანუ პორტალია, მთლიან დონ, ანუ გამსვლელი პორტალია, გესმის? კი, თამარე. და ეს კიდე ადასტურებს იმას? ჩვენ ახლა აღარ ვილაპარაკობდით იმაზე, იმიტომ რომ ახლა ჩვენ რო ვილაპარაკოთ, საღამომდე არ დავამთავრდეთ. ხო, ეგრეა, დილამდე. აი, და ამიტომ აღარ იყო საჭირო კიდე ის სხვა ლექციებისთვის თუ სხვა გამოსვლებისთვის. აი, აქ მეგობრებო, აი აქ ჩვენ უკვე 4 დონი ხო არის? მე-4 არის დონი, აი ეს არის პორტალი. ამას მთელ მითოლოგიებში ხვდებით და ჯვარზე რო ახვიდეთ, მთელი ეკლესია ამ დონებით არის მოქარგული. აი აქ არის შემსვლელი და გამსვლელი კუდი ონში. აი ნახეთ სად არის? აქ არის, ხო? და აი ეს მარის მეშვეობით, აი ხა ქალბატონი მარი მე შენ ისე მოგმართავ შენობით და მარის გიწოდე, მაგრამ ქალბატონი მარის მეშვეობით რომ დააკვირდა აი ამ სისტემას, რომ აქ 4.5 ზის, ანუ 45 ზის, ანუ 4.5 იგივე 9 ზის და აი აქ 4 მotავს და ეს გახდა. ხო. და მაინც 9 გამოვა. მაინც რა გამოვა. მოკლედ მე ეს მაინტერესებს ეს დონი ახლა ნახე დონი ორში დონი ზის ჭიშკარია პირდაპირ კაცო ორში დონი და შირო ჩასვა დონი გარდა მაგის მე მაგასაც გაჩვენებ რა გახსოვს ადრე ჩაგიხაზე მაგრამ ახლა აქ სადმე მექნება თუ არა და აგერ ამას გაჩვენებ კიდევ ხა აი მარი 45 რო წავიკითხოთ მარჯვნიდან მარცხნივ ენლი არის იცი და ენლი ვინ იყო ნიბირუს ერთ-ერთი ღმერთი რომელიც შუმერების ღმერთი თურქო ენლი საქართველოს დედამიწაზე იყო მანამდე ჩამოსული ახლა მე რაც გეუბნები ეს ხوارი შეხედე რა არის ეს არის დონი კი ომში ჩასმული დონი კი ბატონო თვითონ დონია მაგრამ ომში ჩასმული 4-ვე მხრიდან ხო აი ეს არის გასაღები ეს არის პორტალი ხო აი ეს 4-ვე მხრიდან მეგობრო ტრიალებს თან პორტალია და ეგ იმას ნიშნავს მარი რომ ტრიალებს ეს 4-ვე მხრიდან გაქვს შენ აი ეს არის ქართული ამბავი ქართულმა ამბავმა მოგცა ეს ბოთანი კი ბატონო ხვდებით მეგობრებო რა ძალიან მაგარი რამეა ქართული ანბანი აი უნიკალური ხო და ასე რომ მარი დღეს მე მგონი საოცარ მიგნებებს მივაგენით შენ არაჩვეულებრივად ამიღწერე დღეს და დღეს ასევე შენი სურვილი იყო რომ ეს ხალხისთვის გაგვენდო მე მოხარული ვარ ამის რომ შენ საჯაროდ დაიწყე საუბარი მე ჩემ ცოდნას და ჩემ იმას დიდება უყავს აქედან ვერ ამოშლიო და ვინ მიაწევს თავის თავს უკვე აღარ მაინტერესებს ნამდვილად ხო რა ღმერთმა ხო იცოდა ახლა ხო მარი ახლა ჩვენ ვართ ყველანი სულიწმინდით შემოსილნი და როდესაც ჩვენ ამ იმაში გვახედებს სულიწმინდა არ გაგამდოთ და არ გითხრათ დაიკარგება ისევ დაიკარგება და რატო დაიკარგოს რაც უფრო მეტი სინათლე გაიცემა ჩვენგან მით უფრო მეტი სინათლე წარმოიქმნება გამოიყენოს ვიღაცამ გამოიყენოს კი ბატონო კი გამოიყენოს იხელმძღვანელოს მე რაც ვიცი და ჩემი თავი რაც არის ის ხო ვიცი იმას ჩემს მეობას თუ ჩემს არსებობას რას ვინ ითვისოს ვისაც უნდა ეს თოდნა ვერავინ ვერ მიითვისებს სულიწმინდის ქმნილებას, მარი, მე პირდაპირ გეტყვი რომ ეს არის სულიწმინდის, ეს არ ჩვენია და არც ხვისი. და სულიწმინდა კიდე მეგობრებო, აგერ ხედავთ რომ არის წმინდა გეომეტრიით შემოსილი, ქართული ანბანით შემოსილი და სიტყვით შემოსილი, მეგობრებო, წმინდა არის სიტყვა თავდაპირველად
იყო სიტყვა. ხომ ასია, მარი? თავდაპირველად მინდა. ზე არის 4-იანი. ესე იგი, გასასვლელი მინდაო. წილ მინდაო, ხო? ანუ 4 პორტალშია, კი, წილ მინდაო, ხედავ? პორტალი რა არის? თან 4-იანი, ანუ დონის ეგ ვთქვით უკვე, მზის პორტალია. მზეს პორტალში გასვლა მინდაო, მინდა. წმინდა. ანუ წილი მინდა გავხდეო, გესმის? გასვლა მინდაო. და წილ ხვედრიო კიდე რატო არის? ან წილთან ვართ დონი, ანუ გამსვლელია და შემსვლელი. დღეს ხო გახსენი? შენ მარი დღეს გახსენი? ეგ არის და ამიტომ წილ ხვედრი, ანუ ამ პორტალის ხვედრია. აი მზის პორტალის ხვედრის მქონიაო რა. კი ბატონო, ონში შემსვლელი და გამსვლელი. ანუ ჩვენ შარში გახვეულები რო ვიყავით, გამსვლელი კარი ვიპოვეთ უკვე, მარი. ეს ასტრალში ვიპოვეთ და ეხლა ფიზიკურშიც ვიპოვით. აი შენ ნახავ თუ არა თამარ მეფის აკლდამა თუ არ გაიხსნას მალე. მერტი გზას გამოგვიჩენს. ამინ. გამოჩენილია კიდევ ვამბობ მე რომ იმ სულების საშუალებით მერაბი და ზვიადი რო იყო, ხო? აი ჩვენ მეცნიერული შეხვედრა გვაქვს, მაგრამ იმათი გაყვალული გზა რო შეწყდა სადღაც, აი იქიდან ისე უნდა გავაგრძელოთ. ის გზა გავაგრძელოთ, მე ქრისტე ღმერთით გავაგრძელოთ ეგ გზა. შემოუშვათ ქრისტე ღმერთი ჩვენში და გავაგრძელოთ, კაცო, სად მიგვიყვანს აბა რა, მარტო ქრისტე. რა არის უფალთან და ახრაში გასასვლელი. მარი, ხო დამეთანხმები რომ ზვიადიც და კოსტავაც ამ საკითხით მუშაობდნენ, ხო? ხო, ქართული ანბანით ხო იყვნენ დაკავებული? უბრალოდ ქართული არის მისიით. იგივეა რა, ქართული არის მისია და ანბანის მისია ერთი და იგივეა. ერთი და იგივეა, კი და იმიტომ რომ ქართული ანბანია. მარი, გახსოვს? გაიგო ანბანია, გაიგე. ანბანია. ისწავლა ქართული რა გინდა? ალბანია სიტყვა ესმის ალბანეთად. ალბანია. ხო, ალბანია ხო არის მან. ალბანია. გონია რომ ეხლა იმაზე ვსაუბრობ. მე მგონი საკმარისი იყო, რაც გავაცნეთ და დანარჩენს მაყურებელიც მოძებს და ეხლა შენც მე აღარა მაქვს მაგის საშუალება, უნდა მივხედო ამას და დანარჩენი შენ გააგრძელე ეხლა და კაი, მარი, მადლობა, მარი. დიდი მადლობა, მარი, დღეს ძალიან ბევრი გული დაიმსახურე. გავშიფრეთ. და ბევრი რამ გავშიფრეთ და აცი მარი, ძალიან დიდი მადლობა. ის რომ ეს 6-კიდიანი ვარსკვლავი არის ქართული ანბანის სისტემაში დაფიქსირებული და ეს ქართულია. უძველესი სისტემა ჩანს, იმიტომ რომ ის ძველი სიმბოლოები დაფიქსირებულია ჩვენს ანბანში. კი ბატონო. და მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ აი ქალბატონი მარი არის ისეთ ხო, აი თუ გინდა ჭადრაკის დაფაზეც უთხარი. აი ესე კვადრატში უკვე სიფრთხეზე რო დავიდა ეს ჩვენი ანბანი, ხო? ხო. და გერ კვადრატში რომ მოექცა წრის მაგიერ 360 გრადუსიან კვადრატში. ხო. რვიანებში ჩაჯდა, რვიანებში. და ის თავისთავად ცხრიანები. წვერი ცხრიანებად იგულისხმება, ხო? წვერები ცხრიანებად. და 4-ვე რიგი გვაძლევს ჭადრაკის დაფას. კი ბატონო, აი ჭადრაკის დაფა წარმოიდგინეთ და 8 უჯრა არის და რვიანს მასწავლებელი გახდიო, რას მეუბნება. ხო, რატომაც არა, ეხლა რას აკეთებ? ლექციას ატარებ? უკვე ვარ ხო უთხარი. აი ეს ჩვენი 9 ციფრიანი რიგი რო გვაქვს და კუთხეების ცხრიანებია თუ ნულიანები, ეგენი არის ერთი რიგი რო დამტავდა და მეორე რიგზე გადახვედი, იმისი აღნიშნელია მაგ კუთხე.
კი. ეხა ჭადრაკის 4 რიგი ხო გვაქვს, არა 4 რიგი. 1-დან 9, 1-დან 9, 1-დან 9 და მერე გადასვლა ის ნულია. გადასვლა ერთი დონიდან მეორეზე, მესამეზე, აი ეგ არის კუთხეების ცვლილება ზუსტად. დავიწყეთ ამ კუთხით, ჩამოვედით აქედან, მერე შევცვალეთ ეს კუთხე, შევცვალეთ და მივედით ისევ საწყისთან. და მოგვცა ისევ 360 გრადუსი, ოღონდ კვადრატი. და ეგ არის ჭადრაკის დაფა თან. ნახე, რვის პირდაპირ ყოველთვის ჩნდება ერთიანი. კი. აქ ეხლა ეს სხვა სისტემაა. ხო. 9 და ჩვენი მატრიცა არის ცხრიანების მატრიცა და მე რაც გამეხსნა ინფორმაცია არის 9 ცხრიანის მატრია, 9 სვეტი და 9 ჰორიზონტალი. ოღონდ აი ეს მეცხრე თვითონ ისინია, რა ქვია, ცხრიანებია და დანარჩენი არის 800+1. და ნახე, ჭადრაკის დაფა ზუსტად ისე არის განლაგებული, რომ ჰორიზონტალურად ორი ხაზია, ერთმანეთის მოპირდაპირ რიცხვების ჯამი ცხრიანია, ვერტიკალურადაც, ხო? ერთმანეთის მოპირდაპირეთ ორი ხაზია, ერთი ხაზი, ორი ხაზი, ერთმანეთის მოპირდაპირეთ ისევ 8+1-ია, 7+2-ია. ზუსტად ისე როგორც აი აქ დაიწყო, ხო? ჩვენ წრეზე. წრეზე როგორც დაიწყო. სისტემურად, მათემატიკურ სისტემურად და ჩვენი ანბანის დაწყობის სისტემის მიხედვით ხო. ეგ დაფათ ამ სისტემის შედეგია. კი. საწავიღე ხა ვეძებ და ვეღარ ეტყობა ჭადრაკის თამა, ეხლა დაფა თუ დააწყეს ესე თამაშს აბა სხვა მოიგონებ და აი ეს ქართველებმა ეტყობა სხვებს და თამაში სხვებმა მოიგონეს. იცი რა, ეს სამკუთხედები შეგიძლია გადააწყო 4 კუთხედებად და პირდაპირ ჭადრაკის დაფას მიიღებ. აი ესე. იასუს. აი მე აბა რა ვქნა არ მაწვდის. არ გაცდის, ხო, მარი როგორი ესეთი ვითარებიდან გვესაუბრები მაინც და გვიხსნი რაღაცეებს და დიდი მადლობა. აი შენ წარმოიდგინე ამ ვითარებაში ხან ყველა მეუბნება ხოლმე გაანებე თავი. მე კი ვანებებ ესა მანებებს თავს, ახლა აი წარმოიდგინე მამრთულ ვითარებაში ამდენი ინფორმაცია რომ გააწუხებს, რომ გეუბნება დაჯექი გააკეთე, დაწერე და ვერ აჯიდებით ხო, კონცენტრაციას არ გასდის, რომ კონცენტრაცია მოახდინო და ახლა რამე კიდე ძარო ვიღლები ხოლმე უკვე სინაკლეს ვერანთებ რომ ჩაწერო და ძნელი რა თქმა უნდა. მოკლედ ეს დაფა არის ჭადრაკის დაფაც. ეს ინფორმაცია მაინც გამოდის. კი, გამოდის, როცა ხო იცი დროულად, ყველაფერს თავისი დრო აქვს, მარი. ეხლა შენ რატო არის ძალიან მაგარი დღეს რო ისაუბრე, იცი? იმიტომ რომ მე კავშირში მაქვს აი ეს ანბანი თამარ მეფის აკლდამასთან. შენ გახსენი დღეს დონი, ანუ დედამიწის შუაგული გახსენი, პირდაპირ გაიყვანე დედამიწა გარეთ, მარწუხების გარეთ. და ნახე, თამარის აკლდამაც არის მაგასთან კავშირში. თამარის აკლდამა გაიხსნება ეხლა ძალიან მალე. პირდაპირ გეტყვი მაგას. შველოს თამარ მე ამინ. მარი ხო გინდა რომ ეშველოს, მეც მინდა რომ ეშველოს. ჩვენზე იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალები ებრძვიან და მიიყვანეს. ამჟამადე მიიყვანეს. მაინც ვერაფერს ვერ უზავენ, მარი, ჩვენ ისეთი ძლიერი გონიერი ვართ. მაგრამ დააჩაჩამაკეს. გან არ უნდათ საქართველო თავისუფალი, გან არ უნდათ ქართული საქართველო, მაგრამ იმდენი მიესწივნენ ყველანი და ჩაჩამაკეს. ხო ხედავ თამარი როგორ გვეხმარება. მაგალითი, აგერ ჩვენი მაგალითი ზვიადი და მერაბი იყვნენ. შენ გონი არ იცოდნე რითი დამთავრდებოდნენ, მაგრამ ხო და ზვიადი და მერაბი კაცობის მაგალითი. კი. უკვდავება არის. მარი ზვიადი და მერავი სხვათა შორის ისინი მოკლეს, მაგრამ ვერ დაამარცხეს. ხო და მაგას ვამბობ, ზვიადი და მერავი სხვათა შორის უშგულთან ძალიან ახლოს იყვნენ. უშგულთან, თამართან ახლოს იყვნენ. ქრისტესთან ახლოს იყვნენ, ქრისტე თამართან და ასე შემდეგ. ყველა ქართველთან ახლოს
ახლოს იყვნენ. ყველგან მიდიოდა ბატონი ზვიადი. ხო და ვითომ ეგონა ბოროტ სისტემას. როცა მერაბიც იყო, ორივენი ერთად მიდიოდნენ ყველგან, აბა მაგას რა თქმა უნდა. ბოროტ სისტემას ეგონა რომ წააგვართვა რაღაც. მიერი ძმები. აზია ლაპარაკი. კი ბატონო, ბოროტ სისტემას ეგონა რომ რაღაც წაგვართვა, მაგრამ ვერაფერს ვერ წაგვართვა. რომ საქართველოს იყოს ერთიანი, ქართველიერი ერთიანი, თავის ტრადიციებზე, ღმერთთან სიახლოვეზე, ღმერთთან რო იყო ქართველიერი, მიტო გადავრჩებოდით ხოლმე. და ღმერთი რო იყო ჩვენში, ეგ გადაგვარჩენდა ხოლმე ამ საუკუნეებში თორე. არც არადროს იყო ძალიან ბევრი ალბათ, რა ვიცი. კი, როგორ არ იყო ძველ დროს სანამ ეს სინათლე მოაკლდებოდა დედამიწას. ქართველური ტომები, ჩვენ ქართველურ ტომებს ვეძახით, მაგრამ ეს იყო ღვთისშვილების შთამომავლები, ანუ ღვთისშვილები ცხოვრობდნენ ამ. კი ბატონო, ქართველთ ხართ უფალიო, ესე მითხრეს მეც ხილვაში მარი. ხილვაში კი არა, ქართული ანბანით მითხრეს ე. ხო და ეს იყო თორე, თქვენ რა გონიათ რა, ჩვენ რო ვიცოდით რომ მაინც მოკლავდნენ. ხო, მათ არ იცოდნენ, მაგრამ ეშვენ გმირობის მაგალითი, გაუტეხლობის მაგალითი დაგვიტოვეს, რომ თქვენც გაუტეხელები უნდა იყოთ. არ დანებდეთ და ბოლოს მაინც იქნება გადარჩენა. მაგრამ არ უნდა დავდეთ. გეთანხმები მარი, ეხლა მე ჩემების მოვიდნენ, დავასრულოთ და ხო. აი. გაკოცი, აბა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და თქვენი ქართველო ხალხო. ნუ შეგეშინდებათ, ღვთისშვილები ვართ და ნუ გეშინიათ, გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენში ღმერთიც, ჩვენი ღმერთი ქრისტე უფალი და ჩვენი სამშობლო. ამინ. კარგად, მარი. მოკლედ მეგობრებო, ძალიან საინტერესო ლაივი გამოვიდა ქალბატონ მარისთან. და ქალბატონი მარი ძალიან საინტერესო მიგნებებს აკეთებს ხოლმე. მას გამოცხადებები აქვს არაჩვეულებრივი და მისი გამოცხადებები არაერთხელ დაგვეხმარა ჩვენ წინსვლაში, სხვათა შორის ჯვრის მონასტრის ვარდის გათავისუფლებაშიც და ასე რომ ყველანი ერთად ვმუშაობთ მეგობრებო, სულიწმინდა არ იცდის და არ ზის ისე უსაქმურად, სულიწმინდა ჩვენთან ერთად მუშაობს. კარგით მეგობრებო, მეც ასევე დაგემშვიდობებით ახლა და გაკოცეთ. სხვა დროს კიდევ გავაგრძელებთ აი ასეთ საუბრებზე, ამ კვლევებზე საუბარს. აი ნახეთ, ძალიან როგორი ნაშრომებიც არ უნდა გქონდეს, ხო? ყველას მივყავართ ისევ და ისევ ქართულ ანბანთან, ნოეს კიდობანთან, ქოროსის თვალთან და აი ეს ქოროსის თვალი იგივე რაც აი ეს რო ამოატრიალეთ და ორივე მხრიდან გაუკეთეთ გასასვლელი გამოსასვლელები, ეს ამოტრიალებული რო იყო ბანი გავასწორეთ და ასე შემდეგ მეგობრებო. ჩვენ ახლა ჯობია რომ დავისვენოთ და კარგად დავფიქრდეთ. აი ეს ანბანი ვისაც არ აქვს სახლში, აუცილებლად ამობეჭდეთ ჩემს Facebook გვერდზე, მთავარ გვერდზე, იქვე არის ასკროლეთ მაღლა და იქვე არის ყველა ანბანი ჩაგდებული მაქვს. ამობეჭდეთ, უყურეთ, გადაწერეთ და გაგეხსნებათ თქვენც. აბა თქვენც ბედნიერად.